სახელიდან მამისა და დედისა და სულისა წმინდისა. ის ახლა ძალიან გავრცელებულია ეს უკუნებელი სცენები და იქ სახარებაში მოყვანილია მაგალითი რომ სიზვინარე ხალი 14 წლის თუ 12 წელი სიზვინარე წამლებში გალიო ესე იგი ფულიო და ვერუშელო წამლებაო და ერთი შეხებით მას ხუბლის სამოსაზე განიკურნა და ეს ეკლესიაში როგორ ხდება ეს განკურნება შეხებით აი აქედან ჩვენ ადრე საფლავი რო არის ახლა მამატონის სხვანაირი საფლავი იყო და ეს რო შეცვალეს დავამტვი და ვაწევ და პერსო თქვია რომ კიბოხონდა განიკურნა ავად იყო განიკურნა ქვები დავამტვი და ვაწევ და ქვის შეხებით და ეს სახარებაში წაინა თქვენ რომ შეეხო და განიკურნა და როგორ ხდება ეს ქვა კი არ კურნავს ან სამოსილმა კი არ განკურნა ის რა ქვია ღმერთმა განკურნა მაგრამ წმენით რო ეხები ეს საფლავის ქვა იქნება თუ სეც რო იცხებ აი ყველას უჩევ რომ 95-დან ხომ აქ პრაქტიკაში ხედავ რომ ვინც სეც იცხებს ჯეშუბზე უნდა ეცხოს ჯვრის სახით მე სადმე თუ დგივად გულია თუ თირკმელია ეს მამა გაბრიელი იქნება თუ სერაფიმ საროველი იქნება თუ გრიგოლ ხანძელი იქნება რო იცხებ იკურნება ამას ხედავ 99 წლიდან რეალობას რომ ხალხი გაყოფილია სეც იცხებით იმ ქვით ეს რაც სახარება ეწერია ეს ხდება დღეს ცხოვრებაში ასევე ხშირად ვამბობ რომ რეანიმაციაში ექვემიდან ჩამოწერილი 99 წლიდან ხშირად მივდიოდი 7 ზედისხებაზე და ბევრი ექიმებიდან ჩამოწერილი ფეხზე დამდგარა ასევე აღსარება ზიარებით სულს გონია რომ ეს აღსარება ზიარება მაშინ უნდა როცა ადამიანი კვდება ამ დროს ხშირად ვამბობ რომ ერთი მოსგვარი აქვს ჩვენთან 30 წელი ჩვენთან დადეს ის გათება 30 წელია და არის და არის და რითი არის ზიარება დელი რო წირავს ეს ზიარება ზიარებით არის ზიარებით არის, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ესე თუ ზიარები და წაგიყვანა ღმერთმა ეს უბედურება კი არ არის პირიქით. თუ სინანულით ეს ზიარები მიდიხარ ღმერთთან და ამას უფრო დიდი ბედნიერება არის რომ ღმერთთან წახვიდე. ეს დედამიწა რო იცოდეთ არასდროს არ იქნება 64. დედამიწა არის 64-დან განდევნითა ყოფა. ამიტომ გვიწერია მოთმინებით და შენი და მოიპოვეს სული შენიო და ზოგიერთები მრევლი არიან და ვერ ითმენენ ზოგი ცოლს, ზოგი შვილს, ზოგი მეზობელს ზოგი სახელმწიფოებას, ზოგი რუსეთს, ზოგი ევროკავშირის არასწორი ქორწინების გამო. მაგრამ ჩვენ როცა ათომა გვიხარია, ათომის მარხვა დაიწყება 3 მარტს. ათომას ყველას გვიხარია, ყველა მოდის, მის არ ეზიარება ისინიც. ეს სულიწმინდითება ალბათ, სიხარულია ადამიანებში, მაგრამ ათომამდე რა გაიარა ღმერთმა? ჩვარცმა ფურთხება, ნანზღვა გინება, წამება და შენს ყველა ადამიანს გაქვს შენი ჯვარი. ზოგს ცოლი, ზოგს შვილი, ზოგს ქმარი. ჯვარი კიდე რას ქვია? ზოგს ნარკომანი ყავს, მეუღლე, ზოგს ოთი ყავს. ზოგი მეზობელი ჯადოს უკეთებს, ესე იგი, აი, ან სიმსივნე გემართება, ხშირად მოყავს მამანდრიას მაგალითი. წეიზადი თუ წეიზად ნახევარი საშინლად იტანჯებოდა, ქონდა კანის სიმსივნე. იმას ქვია ჯვარი, აი როცა ან ფიზიკური ავადმყოფობის გამო იტანჯები, ან ვიღაცა უნდა შენ შვილს ხო ითმენ? ითმენ, იმიტომ გაქვს სიყვარული. ამიტომ თუ ვერ ითმენ შენ მეუღლე შენ შვილს, ან ზოგი ესე იგი შეიძლება მოძღვარზე გაბოროდეს, ან ღმერთზე, იმიტომ რომ სული არ უსულდება, იმიტომ რომ ესე იგი არ ხედავს იმას რა ქვია შედეგს თავის შვილზე. მაგრამ შენ უნდა იცოდე რომ თვითონ ღვთისმშობელი უყურებდა ქრისტეს ფიზიკურ გარდაცვალებას. გივილი განიცადა. შენ უნდა იცოდე რომ 12 მეწუგვიდან 11 ეწამა და შენ ფიზიკურად ასევე რაც ხდება ეს ომები, გული გვიდება, რაც ხდება უკრაინაში, რაც ხდება ხაზაში, ხდება დიდ ქვეყნებს შორის ტერიტორიების გადანაწილება და ესეთი უკრაინა პატარა არა, მაგრამ მაინც ესე იგი არის დიდი ქვეყნების ეს არის რა ქვია პოლიგონი და ჩვენი ქვეყანას წელიწად ნახევარზე მეტია უნდათ პოლიგონად გადაიქციათ. მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გვაქვს მშვიდობა და ყველა უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის. და ის რაც ხდება უკრაინაში და ღაზაში შენ თუ არ მიხვდები რომ შენ უნდა გამოსწორდე, არ უნდა კვდებოდე ქართული ადამიანი ლოთობით, წამლით. შენ ესე იგი თუ არ უნდა ამბობდე რომ როგორ უნდა ვაპატიო და ეს მე ხო შეხებები მაქვს და მართლაც დაგიშავა ვიღაცა, მაგრამ რას ქვია როგორ უნდა აპატიო თუ შენ ცხოვრებაში ხვალასებობს ადამიანები, ვისაც დანაშაული არ აქვთ წინაშე და მამოჩინოს ყველას ვახსენებ
მომიტევე როგორც ვაპატიებ. ვაპატიე როგორც ვაპატიებო. თუ არ გახპატიება, არ შეგიქნება პატიება. რაც შეეხება დაჩაგვრას, დავიჩაგრეთ, ეს ბოლო წლებია. საგვერდმა ტერიტორიები დროებით აფხაზეთის ამაჩაბლო დავიჩაგრეთ, მაგრამ რა შუაშია ხშირად ვამბობ, რუსი ხალხი რუსული ენა ყოველთვის დამნაშავე არის ხელისუფლება იმ დროს, როდესაც იჩაგრები და იჩაგრები არატყვილად ცოდვებისა გამო ბირბის პასუხი ასია და ხშირად ვამბობ, რომ ადრე გურია სამეგრელოსაც და ქართლი კახეთსაც და რა შუაში იყო გურული და მეგრელი ქართლი და კახელი ერთმანეთს უებრძოდნენ. ის ხელისუფლებები იყო და ან ქართული გაყიდა 2,5 მილიონი რაშუაშია ქართველი ადამიანი ამაში. დამნაშავეა ისინი, ვინც მეფეები იყვნენ, ვინც ხელისუფლებები იყვნენ. მაგრამ ნათქვამია, რა ჩიდების ვართ, ისეთ გალიაში ვართ. ესე იგი, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ ცოდვებისა გამო ხდება ეს ხელისუფლება იქნება თუ მეზობელი დაჩაგრავს თუ შორეული თუ ახლობელი, თულად არაფერი არ ხდება და დღეს კიდე არის ღირსი მამების სენების დღე. ყველა ღირსი მამების და შეგვეძლიოს და აი ისინი იოსებ ათონელი იყო თუ პაისი იყო, მამა ანდრიაც ავადმყოფები გარდაიცვალნენ. ეს უკვე ღირსი მამებია და ჩვენ თუ რამე გვემართება, რომ ვიცოდეს სიმსივნე კიბო იქნება თუ დაჩაგვრა იქნება, დასმევა ტერიტორიების უნდა ვიცოდეს, რომ ცოდვებისა გამო ხდება, ამიტომ გამოსავალაშია სინანოში. და მამაოში როგორ თავდება, იყამდება შენ თუ ლოცულობ და თუ არ იქნება შენი შვილი. კი არ უნდა გაბოროტდე. ამის მაგალითია მამა გაბრიელი, ახლა იქ მამა გაბრიელის ოთახში რო შეხვიდეთ, რამდენი ხატებია, ოთახის არ ჩანს საერთოდ იმდენი ხატებია და ეს ხატები ზოგი თვითონ გააკეთა. ზოგი იყიდა, მაგრამ ზოგი სანაგვიდან ამოიღო და ვინჩი გადააგდონ სანაგვეში. გაბოროტებულმა, არა იმიტომ ვიღაცამ რომ იმიტომ რომ სული არ შეუსულდა, მაგრამ შენ უნდა იცოდე რა რომ ღმერთმა უკეთეს, შენთვის რა უკეთეს, შეიძლება ქონება მოგცეს და სული დაგარგო. შეიძლება თანამდებობა სული დაგარგო კიდე ასვია. ადამიანობა დაგარგო. რამდენი ასეთი ქონება თანამდებობა და ადამიანობა დაგარგული აქვს. ამიტომ თუ ითხოვ და არ გეძლება, ან სიყვარულში არ გესულდება სურვილი, უნდა იცოდე რომ ღმერთმა უკეთეს ვისთანხმთან ბედნიერი, ყოველ მეორე დაშორება ოჯახებს შორის. ღმერთმა მოგცეს მეტი წმენა, ჩვენთანაა ღმერთი.